უკვე მოასწრო მაყურებელმა არაერთი წელია რაც შეიყვარა ჩვენი რომა ქერქაძე და დათო ბეკოშვილი უკვე იუმორინა შემადგენლობიდან. მოდი ჩემო რომა შენ და დათო მოყევით როგორ იყო თქვენი ამბავი. იუმორინასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა დავიწყებ, მოკლედ გავიხსენებ პირველი იუმორინაზე რომ გამოვდიოდით. ესე იგი პირველი იუმორინაზე როცა გამოვედით, კოსტუმი მეცვა, რომელიც ჩემას სიდედრმა მიყიდა ჩემს ქორწილში. ახლა მეორე იუმორინაზე რომ გამოვდივართ, უკვე ხო პირველზე რომ გამოვედი, მოყვა ყველაფერს მე რესტორნები, იქით და ისე მოვიმატე. ეხლა ეს კოსტუმი აღარ მერგო. შაშანდელი და ჩემ ცოლიზმას რომ მისმა სიდედრმა უყიდა მის ქორწილში, ჩემი ცოლიზმის კოსტუმი მეცვა. ხო და ნენელა მივდივარ მე მატებაში და მესამე იუმორინაზე გამიმართლა. და გურული თოვლის ბაბუა ვითამაშე. თორე ეხლა რა დავფიქრდი, არც მომიყავი მეორე ცოლის მომყვანი. არ ჩემს სიდედრი იყო მეორე კოსტუმი წინდა. ხო და ეხლა უკვე ისე მოვძლიერდი რომ აგენ ჩემი ნაკეთი კოსტუმი მასწავლე. მე მიდის საგებია. ოჩა. ბატონო და გავიხსენებ კიდევ ტკნოგია იუმორინას ვარსკვლავი გაიხსნა და ახლა იქ ერთად ვიყავით ყველანი და მოგეხსენებათ რომ ქვემოთ როცა ჩავედით უკვე ვარსკვლავის გახსნას და არის ისეთი ამბავი რომ ძალიან ბევრი ხალხია და ახლოს მინდა მისვლა და როგორც იქნა ჩემი დროც მოვიდა რომ მივიდე ვარსკვლავთან და მინდა რომ ნახო დავდგეზეთ სურათები გადავიღო და იქეთ მეუღლეს აბა ფოტო გადამიღე და აბა հետავ დგავარ ეხლა უკვე ვარსკვლავზე და მხარად დგევარ და აბა და დავხტივარ აბა გადამიღე კი და დავიხარე და ხო ის კომპიტის ის ბრჭყვიალები და ესე ის არის ხო დავიხარე და ესე გადავწიო რა ხა ვარსკვლავს მინდა რა ხა ხაც ხერ თქვი აი ეს გავაკეთო და გადავწიე ესე დავხედე და ირმა სოხაძე რა მეორედ გავხსენი ქალბატონ ირმა მივხვდი რა გადავედი ორი ნაბიჯი და თავიდან ეს იყო სამბო დათო შენის გაიხსენე როგორ რეპეტიციობდით გაუთავებლად თქვენ პირველ სკეჩს. მოკლედ როგორც ყველასთვის ჩვენთვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ბედნიერება იყო თქვენს გვერდით მოხვედრა იმ არაჩვეულებრივ ხალხთან ჩვენს მეგობრებთან უკვე შემდგომში მოხვედრა და ნუ რა თქმა უნდა ყოველ რეპეტიციას განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე მე და რომა და რადგანაც პირველი იყო ნუ უდიდესი პასუხისმგებლობით. სადაც მოგვიწევდა თეატრში სპექტაკლს თამაშობდით, შესვენება იყო კულისებში გავდიოდით რეპეტიციას, ერთად ვიყავით, გავდიოდით, სუფრაზე მივდიოდით, ტაქსში ვიჯექით, იქ გავდიოდით, ყველგან ტექსტი რო კარგად გამჯდარიყო ჩვენში და ეს როლი გაგვეთავისები და ერთი ესეთი მომენტია ტელევიზიაში. შევედით საპირფარეშოში. საპირფარეშოში რო შევედით, ჩემს გვერდით აღმოჩნდა რომა გავხედე და მეთქი უცებ, აქ დრო არ დავკარგო და დავიწყე ეგრევე. აი გამარჯობა მასწავლებელი. აი გაგიმარჯვეთ. აი ინგლისური კომპიუტერი უნარები აქ ისწავლება და აი ესე და შევყევით კაცო შევყევით სულ დაგვაქვს რეპეტიციას გავდივარ და ვერც კი შევამჩნი ამ დროს ვიღაცა უკან ჩვენს უკან ვიღაცა შემოსულა თავის ამბისთვის და გვიყურებს ეს ჩვენ და იმ მომენტშია რომ აქ რა მოგიყვანა შემაძლიან მოტრიალდი და ეს კაცი გაოცებული დარჩა და ბულებულმა მოთხოვნილებამ ჩემო ძმაო მადლიანო შენა